Alo. სადახართ აქამდე დაიწყო კონცერტი. სად? სპორტის სასახლეში გადაიტანეთ? ხალხი რო აქ მოვიდა? არა უშაოს. კარგი მეც წამოვა. წავიდა ხო? ძალიან კარგი. გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, მე ძალიან მოხარული ვარ რომ თქვენ ყველანი აქ მობრძანდით, დაგვაფასეთ და მინდა გითხრათ რომ ეს ყველაფერი ფარული კამერა იყო, გაიღიმეთ, არავითარი კონცერტები არ იქნება, კარგად ბრძანდებოდეთ. რატომ არ მიდიხართ? ალბათ გონიათ რომ ეს სცენარში ასე ჩაფიქრებული და მე ვხუმრობ, არა? კი ბატონო, იჯექით. ხალხო, მე დრო მაქვს. რა ხდება, ვერ გავიგე. მთელი დარბაზი ელოდება, როდის გავა მთელი დარბაზი. გოჩა, გიგა. გოჩა. ბიჭო, არ ჯერათ. ეს ფარული კამერა რო არის, არ ჯერათ. რა ვიცი. რატო არ ჯერათ, კაცო? რატო არ ჯერათ, ზადით ხალხო? ხო, ეგრე არ ჯერათ წინა სამ დღესაც და ისნენ მე 2 საათი ასე. მართლა ფარული კა? არა ხო? რა ვქნათ აბარა? ისა, ჯიგრებო, სიცილი კაი, მაგრამ ის კონცერტი აღარ იქნებაო რა და ამათაც ნოაწვალეთ, კაცო, მე სახში მივდივარ. დიდი და ლუკმარ ჩამიდია პირში და იმანქანებს მიხედეთ, კაცო, რომ გიყენიათ იქ. ხო, იცინე და რო აღარ დაგხვდებათ, მე გავიცინე. აბატონო. არა ხო? მაინც არ ჯერათ, ხო? იქნებ კიდე ვინმე ბიჭებო, იქნებ. ირაკლი გია, მოდით რა. მე დაგიჯერებენ მე. აუხსენით ხალხს, რა ხდება? არ მიდია ხო? არ ჯერათ. ან დიდი უკაცრავად. არა და აი ახლა იწყება კურიერის სპეციალური გამოშვება რა. ხო, იქნებ პრინციპში აქ როგორ, მაგრამ იქნებ ტექნიკურ პერსონალს ვთხოვოთ რომ რაღაცნაირად ეკრანზე იქნებ პირდაპირ ჩართვა გაგვიკეთოთ კურიერის რომ ხალხმა მართლა ეთერშია კურიერის სპეციალური გამოშვება ამ წუთებში დაძაბულია სიტუაცია ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ქაღალთა ჯგუფის მიერ მოტყუებული 2000-მდე მაყურებელი დარბაზში ამოოდელოდება არარსებული კონცერტის დაწყებას, როგორც ჩვენი კორესპონდენტის გახდა ცნობილი, ქაღალთა რუსთავის ავტორიტეტით და სახელით ხალხის მოსაზიდად მანიპულირებდა. თანათია როგორც სწორედ ახლა მე პროდიუსერი მასწავლებს რომ სამომწყობლო კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით დარბაზში მსხდომ მაყურებელთა გართობა ჩვენ დაგვევალა. მაშინ ასე ქალბატონებო და ბატონებო. სიცილსა და იუმორში თვალებსა და ხელებს შორის ერთი წელი უცებ გაფრინდა. თქვენი სიცილის ქმა გვესმის, თქვენი დაში გვახალისებს, დაგვიჯერეთ მეტი არ გვინდა. სიცილსა და იუმორში თვალებსა და ხელებს შორის ერთი წელიც კიდევ გაფრინდა. თქვენი სიცილის ქმა გვესმის, თქვენი დაში გვახალისებს, დაგვიჯერეთ მეტი არ გვინდა. ამშო, გაივიდე, ესე უნდა გავედი. სახაზლო მელოდიები გაიგებენ, გაიცინეთ და ყველანი სახში და მოწო და უფრო ბედნიერები. ბევრი ქვეყნის სცენა გაგვიდელია უნდა თქვენი სიტყვა მოგრებებია ახალთან ერთა ჩვენ შემოვგანდეთ სიცილი ხალხი დაგვედებოდე მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა რომ მობრძანდით, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ცოტათი თქვენზე ნაწყენები ვართ. მანდ და მაინც კონცერტი უნდა იყოს რომ შევიკრიბოთ, კაცო, ესე. გია, გია.
შენ მაცოლმა რა ქნა იმშობია რა? ბიჭო, იმშობია და 5 ტყუპი. აი, 5 ტყუპი, ესე იგი 2 გოგო და 3 ბიჭი. ვა, მისმინე, ბიჭ თუ არავისზე ხარ შეპირებული, ერთ წელი იქნებ მაჩი. ბიჭო, ალეკო. ხო. იმ დღეს ვიყავი შენთან სახლში, მამა შენი მინდოდა მენახა. მაგრამ არ იყო სახლში და რატო? გიგა რაშია იცი საქმე? ბებია ჩემი და ბაბუა ჩემი გაცილებულები არიან და კვირაობით მამა მიყავს ბაბუას. გია რა ქნა მართლა შენმა ძმამ? როგორც იქნა ჩააბარა რა. სად მოხდა? იმაში, აქვია, თბილისის იმან ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. რა დრო დადგა ყველაფერს უნივერსიტეტი დაარქვეს, ა? აუჩ, მე რა ბანძი ვარ. რა იყო? აუ, მაგარი ჩავიჭერიდო. რა იყო რა? აუ, გურამას როგორ შევხედო თვალებში. რა იყო? აუ, მაგარი მივხარე რა. აუ, რა იყო? გურამას დეიდაშვილი იყო ის გოგო რომ გაიარა. მე რა, ბიჭო, არაფერი გიკადრებია, ცუდი არაფერი გითხოვს რა მოხდა? ხო გავიფიქრეთო. აი, შენ სოფლელი ხარ. მე? ხო, მე. რატომ? რატო საცხოვრებ? გდანში ცხოვრობ სადღაც ბოლოში იქ. მასე შენ სოფლელი ხარ. მე რატო? თემქაზე ცხოვრობ, თემქელი ხარ. მე რო თემქაზე ცხოვრობ, სამაგიეროდ ფეხი რომ მოვიტეხე 2 კვირა ტრავმატოლოგიურში ვიწექი პლეხანოვზე. აუ, ჩემმა ძმამ მოიყვანა ცოლი. მე რა? ძალიან არა ვარ თმაყოფილი რა. რატო კაცო? ეს გოგო თურმე 2 წელი მუშაობდა სტრიპტიზ ბარში. მერე 3 წელი მუშაობდა ბარდელში. და მერე 5 წელი იჯდა ნარკოტიკებზე და კაი კაცო, ეგ არაფერი მთავარია პატიოსანი იყოს. კოპაია გიჟი მოვიდა, კოპაია. როგორ ახარ, ბიჭო, როგორ გავა? ნავი, გაგად მართლა დავიკარგე რა, ერთი ვერ ჩამოვედი ჩემთან სოფელში რა. რა ხდება იქით, ჩემებისკენ? შვიდობა, ბიჭო, მაგრამ შენი ძაღლი რო ყავდა, პატარა ძაღლი, პუწკურია. პუწკურია? მოგდა ბიჭო საწყალი. პუწკურია მოგდა? აბა, ბიჭო. ჩემი ძაღლი? ხო. საწყალი, როგორ მოგდა, რა დაემართა? ბიჭო, რა და შენი სახლი რო იწვებოდა? შევარდა შიგნით, იფიქრე, ალბათ ცეცხლ ჩავაქრობო თუ რა ვიცი რა უნდოდა და ამეიბუგა შიგნით საწყალი ბიჭო ინდირა განდი. ყობა, ჩემი სახლი დაიწვა? აბა, ბიჭო, დაიწვა. ჩემი სახლი დაიწვა? ხო, დაიწვა. როგორ დაიწვა? ბიჭო, ბაბუა შენი რომ მოგდა სანთელი დავჭა თავთან ანთებული. ხამე. და გეგაშთა ხანძარი ბიჭო და დაიწვა სახლი. ბაბუა ჩემი გარდაიცვალა? აბა, ბიჭო, მოგდა ბაბუა შენი სოფლი. ბაბუა ჩემი? აბა, ბიჭო. როგორ ბიჭო, როგორ? ბიჭო, ის რა ქვია, ბებია შენი სიკვდილი ვერ გედეიტანა. ბებია ჩემი დაიწვალა ბაბუა და ბებია. ექსო დაწყარდია ლეკო, მაგრამ ნუ გეშინია. ნუ გეშინია, ჯერდი დაწყარ დავშვიდი სამაგიეროდ. პოსტანში უკან კარალიოკი რო გიდგათ. იმას წელს ასხია. ესე იგი, ბაბუა. გოჩა, აი დინამო არის, აი ძალიან მაგარი გუნდი, თბილისის დინამო რა, აი ძალიან მაგარია რა. 4 დღეს ენ უყურებ ტელევიზორში რა თამაშს რა და ზიდანმა მიიღო მკერდზე. აზე ხარ და დაიგდო ეგეთ პონჩი რაღაცა, მაგათთან ხედვა აქვს ხო აზე ხარ. ბიჭო, მოიცა, ზიდანი თბილისის დინამოში არ თამაშობს კი? ხო, ვისა, შემეჯისა, ფიგუ, ხო და ფიგუ. და რომ მიიღო ეს ბურთი დააგდო ეგ დამუშავა ხო აზე ხარ და კაი ხედვა. კი, მისმინე ფიგუ თამაშობს მადრიდის რეალში ძმა. ვისა კაცო მერევა ეგორი ბექჰემი ხო და აქედო ჩააწოდა ესე ინგლისურ პონჩი ხო ასე ხა ეგეთ ჩააწოდა ბიჭო მისმინე გია არც ზიდანი არც ფიგუ არც ბექჰემი არც რონალდო და არც ფაულერი თბილისის დინამოში არ თამაშობენ აბა დაიშალა დინამო ახლა კი შემოგთავაზებთ პოლიტიკოსების პოდიუმს ლევან ბერძენიშვილი ობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური
კახა ბენდუქიძე. კახა ლომაია. ასლან აბაშიძე. გიორგი ბარამიძე. ირაკლი ოქრუაშვილი. გია ჯოხთაბერიძე. ირაკლი ოქრუაშვილი. ლევან მამალაძე. ირაკლი ოქრუაშვილი. ბადრი პატარკაციშვილი. მიხეილ სააკაშვილი. სარეკლამო ბლოკი. იცი, მიშიკოს ძალიან უხდება თეთრი პერანგი. ეგერ დროს მეც ვიხდებოდა. მამიკო, ნახე რა ლამაზი ფეხსაცმელები მაცვია. ხო, ხედავ. შენ ახლა გაცვია შავი ფეხსაცმელები თეთრი ლაქებით, მწვანე ყვავილებით და ვარდისფერი ფოთლებით. ხოლო მეორე ფეხზე გაცვია ვარდისფერი ფეხსაცმელი, ყვითელი ფოთლებით და ლურჯი თოკით ზმეიკის ნაცვლად. და საერთოდ, გაანებე თავი ამ თათავარდანაშვილთან ფეხსაცმელების შეკეროს. არო ჩემენა, იმ დღეს თუ გავარ ვაკეში ჩემს ბაითის რა სახთან და პიცოტკა გაჩერდა რა შავი ფერმენა, მაგარი ნავაროტი რამე, თვალსათი იყო, მაგრამ პლიტა რა, მაგარი შავი და არი გაიგო იმენა და დავთვირე ვიცანი რა ხოაზე ხარ რა მიცინეს იმ მაგ დაიძაფა რა პალაჟენია რა იცინი რა ბრა რა ფერხა რა შოვი აი მაგთია უი გაცინოთ ველოდებოდი გურამის იმ დღეს რომელიც 3 საათი იყო ხო და მე მეცინება რო ყვები. ხო და მოვიდა ეხლა 3 საათის შემდეგ მოვიდა და დავახვედრე საჭმელით რაღაცა პორნო კასეტა მოიტანა. ხო მეცინება რო ყვები. ხო და მოიტანა რაღაცა და რავი დამაინტერესა ეხლა ჩემ დროს სად იყო პორნო და დავჭექით უყურებ. ვაი ბოდის საქმეს წავიგდებ თან წინ ცოტა ესე ვარ გაჭედილი ვარ დროში. ხო ნანა 2 ხო და რაწყებოდი ხო და მოვიდა დავჯექით უყურეთ ეხლა და უყურე რაღაც საშინელება რა. აი არ იცი ჯერ ვინ გადაიღო ეგა
აი ესე ისხდნენ ოთახში მამაკაცები 10 იქნებოდნენ. ახმახები და შემოდიოდა გოგო მერე. ეტყობოდა რომ პატიოსანი ოჯახიდან იყო. ხო და მერე ესე მიცვიდნენ ეს მამაკაცები ზოგმა გახდა დაუწყო ზოგმა რა ვიცი ძალიან საშინელი იყო ძალიან რა. აი ესეა ვის რა უწერია არავინ არ იცის არა. ბილეთები გაიყიდა დიდია შემოსავალი თორმეტ კორტილს გადაიხდი სადარბაზის მოსავალი ადარბაზის მოსავალი რირა ორერა ორერა რირა ორერა ორერა რირა ორერა რირა ორერა ორერა რირა ორერა ორერა რირა ორერა როლების გვინდა მაგრამ ცოტა ადრე აქედან დათოსთან მიდივარ. ხო, ბევრნი არიან დღეს. შპალიერი უნდა გავაკვრევინო და მეხმარეო და. ხო, მიეხმარე მაინც. ბევრნი არიან დღეს და იქნება როგორმე ბევრია. დავიწყოთ. მობრძანდით რომელი ხარ? გამარჯობა, შეიძლება. ვის პაროდიას აკეთებ თქვენ? მე ნინი ბადურაშვილის პაროდიას გავაკეთებ. აბა მიდით. არ გინდა ბევრი სიტყვები, დავიღალე. საკმარისია. რა შეიძლება საქმე ჩვენ თქვენი სიმღერა არ გვინდა არანაირად არ გვაინტერესებს აბა ფრენა თუ იცით ფრენა არა ისავლეთ მოდით რა ვქნა ესე ვერ მიგიღებთ ესე ხმალ უჩანოსაცაა გენაცვალენი მობრძანდი რომელი ხარ გამარჯობა ვის პაროდიას აკეთებთ თქვენ შავი პრინცი და ეს ბიჭები ვინები არიან ესენი ძალიან მაგრად თამაშობენ ჯოკერს ჩემი არ გვინდა რატო? სტროგია ჩვენთან. ჩემი რა ვქნა? მობრძანდი რომელი ხარ? ვაიმე, აი ეს ახალგაზრდა, მე რო გითხარი, პაჰატა ბურჭულაძის პაროდიას აკეთებს ერთი. მართლა? აჰ, გაგიშტენ ახე. აბა მიდი, თქვენ გენაცვალე. ხვინა გახურა არ შენი ძმელი. ბრავო, შესანიშნავია. მიღებული ხარ. მადლობა, დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მობრძანდი, არ გინდა ბევრი სიტყვები. დავიღალე. შეიფრთხიალე, ესე ფები გაშალე და რამე გამოგივა. წვალობს ბიჭი. უნდა გეთქვა, აბა რა. გამარჯობა. დიახ, მობრძანდი. ვის პაროდიას აკეთებთ თქვენ? მე ოთარ რამიშვილის. ოთარი კარგია. ეს ხმაწვილი ვინ არის? ეს გიტარა არის. ინსტრუმენტი ყოფილა, ინსტრუმენტი. დაბრძანდით. აბა გისმენთ. შესანიშნავია. კარგია, არაჩვეულებრივი, კარგია, მიღებული ხარ, ხო, კარგი, მეტკინა, მიღებული ხარ. ძალიან კარგი. მოდი მაშინ, თუ მიღებული ვარ, ჩვენ დაწყებულ საქმეს გავუმარჯოს. იცოცხლე, გაგიმარჯოს. ამჯერით თქვენ გაგიმარჯოთ, მეგობრები ხართ. გაგიმარჯოს. თქვენ მეგობრობას გამომარჯოს. იცოცხლე. კარგი კაცი. რამდენს ვსვათ თქვენ? ძალიან ბევრს ვსვათ ისე. ისე მართლა ბევრს ვსვათ თქვენ, ხო იცით? თქვენ ლეილას პაროდიას გამოგივათ კარგად. წადით აფრები ისწავლეთ და მობრძანდით და ორივეს ერთად მიგიღებთ. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგი ბიჭი იყო. მობრძანდი რომელი ხარ? გამარჯობა. ვის პაროდიას აკეთებ? ეხლავე მიხვდებით. კარგით. მახინჯიბა. ხო და კარგად იყავი, ყავს ბევრი ჩვენ აქეთ. მე ხვეწებოდნენ ფილარმონიაში. განჯობა. გამარჯობა. თქვენი ქეთა თოფურიას პაროდიას ვაკეთებ. ქეთა? კი, მაგრამ ბიჭი ხართ თქვენ. მე რა, მოსკოვში მივდივარ და 3 წელი გათხოვებას არ ვაპირებ. 3 წელს ეხუმრები? წადი ახლა აქედან კაცო. წადი. ახალგაზრდა ბიჭი ხარ, 3 წელი როგორ ვერ უნდა გათხოვდე, კაცო? არ გინდა ბევრი სიტყვები. აი, ყოჩა, კამარა შეკარი.
კარგია. ვალობს, ბიჭი. უნდა გეთქვა, აბა. დაუფასდება. მობრძანდი. ოჰ. თქვენ ვის პაროდიას? არჩილ მეფარიძე. ცოტა ძნელია. რთულია, რთული. აბა რასაკეთებს ნებდა? შვიდობით. კარგად იყავი, გენოც. ოჩახ. იმიჯი მაინც. მობრძანდი, რომელი ხარ ბარ? ალადეც, ოჩახ. აი ესე ფხილად მაგ ნატურას არ გაარტყა. ნელა დაეშვი, ნელა. აი ესე დატრიალდი და წადი პირდაპირ. აი ეგრე დაეშვი, კარგია, ოჩახ. პოლიტიკური ჰიტ აღლუმი. ღერიან ქართველი პოლიტიკოსები. მე-10 ადგილი ზურაბ ჭიაბერაშვილი. ეს შუქნიშნები, ათასფერები, დელია, დელია. ამდენი შრომა, ქუჩების ხვეტა, ცოტათი ძნელია. გზებს, დანგრეულ გზებს გავარემონტებ ხვალ ან ზეგ მაზეგ კი დავანგრევ იმ უკანონო შენობებს მე-9 ადგილი კახა ბენდუკიძე სასტუმრო გაიყიდა ორაკაია იყიდება ქობულეთის ნაპირი სტადიონიც იყიდება და მიხარია კიდევ დამრჩა გასაყიდი ხო კიდე რა დამრჩა გასაყიდი ხო ზღვა დამზე თოლიების ფრენა მთელი დღე ცხელქვიშაზე ცეკვა თქვენს სახლებს და თქვენს მეზობლებსაც გავხიდი მალე პარლამენტსაც მერვე ადგილი ზურაბ ჟვანია ტრიალებს ბრუნავს კარუსელი რომ ჰქვიანო გიორგი მიდის ირაკლი მოდის გურამი ჩადის ვანოკი ადის სალომე რჩება ნიკარას შვება ხვალ ვინსაც წავა ვინსად მოხვდება ჯერ არ იციანო მე-7 ადგილი დავით თევზაძე მე-6 ადგილი ნინო ბურჯანაძე თუ გინდა იყოს კვორუმი უნდა გყავდეს ბევრი დეპუტატი ატი იმდენი უნდა იცოდეს მიაბარო თუნდაც ორი ბატი სპიკერი იმიტომ შრომობს პარლამენტმა მიიღოს კანონი ნონი მაშასე კენჭისყრას ვიწყებთ გაღვიძეთ ყველამ გვერდზე მჯდომი თუ გინდა თუ ეძებ თუ რამე გაქვს თავში თუ სხრისი
პულტების ხმარებას ისწავლი დეპუტატად გამოდგები მაშინ მეხუთე ადგილი კობა ხაბაზი მე რა მომღერებს მეოთხე ადგილი ნიკა გილაური მარტო ვაკის განათებას კი არა საბურთალოს განათებას კი არა რუსთაველის განათებას კი არა ვარკეთილის განათებას მომასწარი ღმერთო მესამე ადგილი დავით გამყრელიძე ნეტა ვინ არის ის ახალგაზრდა წვადებს რომ გვიჭამს სადაც დაჯდები იქ გაჩნდება ღვინოსაც გვისვამს პრეზიდენტია ის ახალგაზრდა ამდენს რომ იტანს ჭიქას დალევს და შემოიბლის თელს დედამიწას სამი დალიე შეგერგება არ დაითვრები სამზე მეცდალევ ჯუმბერლეჟავად გადაიქცევი ძვირი რომ ჯდება ეს მგზავრობა არც გიფიქრია საქართველოზე ზრუნავთ მხოლოდ მე დაფიქრია მეორე ადგილი შალვა ნათელაშვილი დილით ადრე ხასიათზე წამოვდექი მეგონა რომ ცხოვრებაში გამოვდექი და ეგრევე ჩემს პარტიას დავადექი ჯონდი მკითხა რა გინდა რა მინდა და პარლამენტში ყოფნა მინდა 24-ის ნაცვლად კაი ლივა მინდა შენთვის ჯონდი კაი სამსახური მინდა დავიჯერო არ გინდა მუსიკას წერს გუგავა ტექსტი შატბერაშვილი თქვენთვის უკრავს დამღერის შალვა ნათელაშვილი მიშა გადარეულო მიშა არანორმალურო მიშა გასუქებულო მიშა გადადექი შენ და ბოლოს კონკურსის გამარჯვებული რომელმაც სიმღერასთან ერთად კლიპიც წარმოგვიდგინა. მაშასე პირველი ადგილი მიხეილ სააკაშვილი. I like you. I like you. ძალიან გვინდოდა ჩვენ კონცერტზე რომ აჟღერებულიყო საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ახალი ჰიმნი. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ თუ ვის შეესრულებინა ეს ჰიმნი და ბოლოს მივედით ესეთ დასკვნამდე რომ საქართველოს ქართველი პოპ ვარსკვლავები მოგვეწვია
და თითოეულ მათგანს წარმოედგინა თავისი ვერსია. ლექსენი. Yeah. ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა. განათებული მთავარი, წილნაყარია ღმერთთანა. თავისუფლება დღეს ჩვენი, მომავალ უმღერს დიდებას. ცისკრის ვარსკვლავია მოდის და ორ ზღვაში უაბწყინდება. Yeah. NC. Charte. Ჩემი ხატი, სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა. განათებული მთავარი, წილნაღარია ღმერთთანა. თავისუფლება დღეს ჩვენ მომავალ სიმღერს დიდებას და ორ ზღვაში ვაბწყინდება. დიდება ჩემში. თავისუფლება დღეს ჩვენ მომავალ სიმღერს დიდებას და ორ ზღვაში ვაბწყინდება. დიდება ჩემში. გიგა მიქაბერიძე. თავისუფლება დღეს ჩვენი მომავალ სიმღერს დიდებას. ცისკრის ვარსკვლავი ამოდის და ორ ზღვაში ვაბწყინდება. ჩემი ხატია ვაკობნე, ჩემი სამშობლო. ლეილა. ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა. განათებული მთავარი, წილნაყარია ღმერთთანა. ჰიმნები, არ დამიწყო ჰიმნები. თუ არ მოხვალ ჭირიმე, აუ როგორ დიდება. აჩი მეფარიძე. ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა. განათებული მთავარი, წილნაყარია ღმერთთანა. დიდება თავისუფლებას დიდება თავისუფლებას დიდება. კატო. ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა. განათებული მთავარი, წილნაყარია ღმერთთანა. თავისუფლება დღეს ჩვენი მომავალ სიმღერს დიდებას და ორ ზღვაში აბწყინდება. დიდება ჯაგა, დიდება ჩქარა. თავისუფლება დღეს ჩვენი მომავალ სიმღერს დიდებას და ორ ზღვაში აბწყინდება. მარიკა თხელიძე.
ჩემი სახელმწიფო მთელი ქვეყანა განათებული მთავარი ძილნაყარია ღმერთთანა თავისუფლება და ღირსშესული მომავალს უღერს დიდებას ცისროსვევია მოდის და დაურწყო შუა წინდება დიდება თავისუფლებას დიდება თავისუფლებას დიდება Macarons povda Rogor jamda armes mis nanu gamit khratve gogo uğure reklames Qidian qvelape swas me ver getqvi verape am kvabit nanu gam turme ცხოვრება აიწყო ქრონიკა მორჩადა უკვე რეკლამაც დაიწყო თეფშები ქვაბება და მამახსოვრეს წაფებმა მიწვარი ფილმერის პრობლემას გაქრება არ გინდა სხვა მეტი ქვაბების არჩევა ოჯახი მშიერი შენ აღარ დაგრჩება ქვაბები რომლებმაც შენ ასე დაგღალეს ადექი და ფანჯრიდან სულ ყველა შენ გადაყარე ქვაბები შენახვა შვილისთვის შენი ვალია და მისი ფასი სულ რაღაც 409 ლარია ჩემ ცოლსაც აქვს და სულთან და აქვს თანაც თან გაძლევ მეორე პატარა ქვაბს დამიჯერე მისი ფასი არც თუ ისე დიდია და იცოდე რომ ამისთანა ბევრი გამიყიდია თუ ადრე ცხელი წყლით შენ აყარე პარკეტი ამ ქვაბის თავსახურს მოყვება საკეტი ძიმე რომ არ იყოს მას აქვს ბევრი ნახრეტი დარეკე და სახლში მოგიტანს აგენტი თუ ახლავე დარეკე მოყვება ყველაფერი აბარა და გახეხილი ყველი სპეციალური ეს კონტეინერი ნობილი ფრანგი მომღერალი, რომელიც შეგვისრულებს ფრანგულ რომანს იზაბელ. Isabelle, mon chien de bruit, Isabelle, 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 mon amour, Isabelle, mon Dieu, moi je te baguette, Isabelle, Isabelle. Mon amour, Isabelle, mujgirgi gudu khasiyat Isabelle. Mon amour, Isabelle, j'en dors ici, tu vois, dis ce que je veux dire, je ressens le monsieur Isabelle, Isabelle. ახლა კი ტელეშოუ ყველაზე ჭკვიანი გამარჯობა ვიწყებთ შოუს ყველაზე ჭკვიანი
პირველი ტური და პირველი შეკითხვა. რომელ საფეხბურთო კლუბში თამაშობს ზინედინ ზიდანი? და 11-მა თქვენგანმა სწორად გასცა ამ კითხვას პასუხი და სამწუხაროდ ჩვენ ვებშიდობებით დიმა ობოლაძეს. ყურადღება, მეორე კითხვა. რომელ მეტროს სადგურთან დგას რუსთაველის ძეგლი? და სამწუხაროდ 4-მა თქვენგანმა ვერ გასცა ამ კითხვას პასუხი და ჩვენ ვემშვიდობებით ჯგუფს ქუჩის ბიჭები. იმნაიშვილი, რატომ დადიხართ აქეთ იქით? უკაცრავად მე პარალელურად თამაშობ გვერდზე სტუდიაში, თამაშს ვის უნდა 50,000 და ამიტომ ერთი წუთით მე მაგ მელოდიას გამოვიცნობ 7 ნოტიდან. სამწუხაროდ ჩვენი თამაშის წესებით ეს აკრძალულია და ირაკლი იმნაიშვილიც სტოვებს სტუდიას. ახლა კი შევამოწმოთ, ყავს თუ არა 6 ფინალისტი? და ჩვენ ყავს 6 ფინალისტი! მოდით უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთს. მე ვარ ინგა გრიგოლია, ჩემი ჰობია ტელეკომპანიების გამოცვლა, ჩემი ოცნებაა გადავიდე ახალ ტელეკომპანიაში. გამარჯობა. მადლობ ინგა. მე ვარ ნიკა გილაური. ჩემი ჰობია დენთან თამაში. ჩემი ოცნება 220 ვოლტი. გამარჯობათ, უკაცრავ. გამარჯობათ, მე ვარ გოგი კვახალია. ჩემი ჰობიანი მეგობრებთან ერთად საღამოს დაჟდომა და 1000 სისულელეზე ლავარაკი. ჩემი ოცნება იქნება ვინმე სოდესმე ჩემი გახმოვანებული ფილმი მოეწონოს. ძალიან საინტერესოა, გიორგი. მე ვარ დათო გამყრელიძე. გასაგებია შემდეგი. მე ვარ ვანო მერაბიშვილი, ჩემი ჰობია სამშობლო, საჰობე მთელი ქვეყანა. მე ვარ ცნობილი ბიზნესმენი და მეცენატი ბადრი პატარკაციშვილი. ჩემი ჰობია ბენჟამენ ფრანკლინის მწვანე პორტრეტების შეგროვება. დიდი მადლობა. გადავიდეთ მეორე ტურზე. პირველი თამაშობს დათო გამყრელიძე. შენ 45 წამი გაქვს დათო? ყურადღებით, ჩაერთო წამზომი. A პუნქტიდან B პუნქტის მიმართულებით გამოვიდა მსუბუქი ავტომანქანა 75 კმ/სთ სიჩქარით. იმავდროულად C პუნქტიდან B პუნქტის მიმართულებით დაიძრა სატვირთო ავტომანქანა 50 კმ/სთ სიჩქარით. B პუნქტში მისვლამდე A პუნქტიდან გამოსულ მსუბუქ ავტომანქანას დასჭირდა 27 წუთი, ხოლო C პუნქტიდან გამოსული სატვირთო ავტომანქანა მოძრაობის მე-18 წუთზე დაზიანდა და სანამ ძღოლი მას შეაკეთებდა და გზას განაგრძობდა, კიდევ 12 წუთი გავიდა და სამწუხაროდ თქვენთვის განკუთვნილი 45 წამი ამოიწურა. ჩვენ შენ გემშვიდო, ჩვენ ძალიან კარგად თამაშობდი დათო. ჩვენი შემდეგი მოთამაშეა ნიკა გილაური. ნიკა. დიახ. რა რაოდენობის ელექტროენერგია მიეწოდება ამჟამად თბილისს? 300 მეგავატი. 300 მეგავატი საკმარისია მთელი თბილისის გასანათებლად. კი. თუ 300 მეგავატი საკმარისია მთელი თბილისის გასანათებლად და ვაკეს და საბურთალოს თუ აქვს სინათლე ჩემთან რატომ არ არის? გაეტრი ახლა კიდან. სამწუხაროდ ნიკაც დაამარცხდა და ჩვენ გადავდივართ ჩვენ შემდეგ მოთამაშეზე. ბადრი პატარკაციშვილი. შენც 45 წამი გაქვს ბადრი. სამი წუთი და 45 წამი. როგორ უნდა გავაკეთოთ კარგი ტელევიზია? არ ვიცი შემდეგი. რომელია ყველაზე კარგი საინფორმაციო გადაცემა? აი რუსთავი 2-ზე როა, კურიერი. რომელია ყველაზე კარგი გასართობი გადაცემა? გაიღიმეთ, ფარული კამერაა. რომელია ყველაზე კარგი დილის გადაცემა? აი რუსთავი 2-ზე როა, ეს დილამშვიდობისა საქართველო, ხო? რომელია ყველაზე კარგი ტელეკომპანია? ტელეიმედი. და სამწუხაროდ თქვენი პასუხი არ არის სწორი. ყველაზე კარგი ტელეკომპანია კავკასია. კარგად ბრძანდებოდეთ.
და ჩვენი შემდეგი მოთამაშეა ინგა გრიგოლია. ინგა მზად ხარ? მზადა ვარ. ყველაფერი გასაგებია? გასაგებია. დავიწყოთ? დავიწყოთ. საქართველოს დედაქალაქი. თბილისი. სწორია. ლეკვილომისა. სწორია. სწორია. რა არის სწორი? რატომ მიყვირი ხარ? თვითონ რატომ მიყვირი? შენი თავი ამის და შენ სტუდიაში ხარ განია? არ გაერე ხა კირამე ხაჭკარა რა მაყვირო? კიდევ შევხვდებით. გამარჯობა. ჩვენი შემდეგი მოთამაშეა გიორგი გვახარია. გიორგი ვინ თამაშობს მამაკაცის თავარ როლს ფილმში კრამერის წინააღმდეგ? სვათიშვილის რეჟისორი როცა არჩევდა ესე თქვა სახიობს ამ როლისათვის. მან ძალიან დიდხანს ეძება, ასე ვთქვათ, ხელოვანი მშრომელი კაცის და ქმარი მელანქოლიკის ესეთი შერწყმა უნდა გაეკეთებინა დიდხანს ეძებდა ძალიან ამ როლს, რომელშიც მოხდებოდა გარკვეული რეინკარნაცია იცით რომელ მომენტში, აი ლიფჩი რო ადიან თუ გახსოვდეთ მომენტი ძალიან საინტერესო ესეთი მომენტი არის. სამწუხაროდ არ ვიცი იცით ასოხი არ გითხარით. და გიორგი, შენ არც ერთი სწორი პასუხი არ გაქვს და შენს დამარცხდი. გიორგი და ტოვებ ჩვენ სტუდიას, გიორგი. გიორგი. და ჩვენი ბოლო მოთამაშე ვანო მერაბიშვილი. ვანო, დარჩენილია 3 კატეგორია. ლიტერატურა, მათემატიკა და კარგი. Alunija. Sorry. Alunija. Sorry. Alunija. სამწუხაროდ არ არის, sorry. Sorry პასუხი alunija. ამით ჩვენთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, უკვე გვიანი ღამეა, ღამის 3 საათია. მე უნდა დაგემშვიდობოთ, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. Საიმე? Hello. თქვენთვის რო კითხვები არ მაქვს? როგორ ბიარა, მაგრამ ყველა სკვლელი? ახლა მოვიფიქრებ უცებ. ვინ არის საქართველოს თავდაცვის მინისტრი? რა თქმა უნდა, ბეჟოიშვილი. Sorry. ვინ არის პრემიერ-მინისტრი? ზური ყვეჟვადია. თუ შეიძლება ცოტა. თული? კარგი. ვინ არის საქართველოს იუსტიციის მინისტრი? გეგეჭკორი. არ არის სწორი. როგორ არ არის სწორი? არა, სამწუხაროდ. ზურიკო, ხო, ვიშავარ. იუსტიციის მინისტრი არის გეგეჭკორი, ხო? ხო, ჯიგარი ხარ ზურა. ახლა შემატყობინეს რომ თქვენი პასუხი უკვე სწორია. და თქვენ მოიგეთ საგზური ინგლისში, ამერიკაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, პოლონეთში, ინდოეთში, ჩინეთში და სადაც გინდათ იქ მოიგეთ. თქვენს წინაშეა ბიჭუნათა ვოკალური ინსტრუმენტალური ანსამბლი კვარტეტი.
თვის ჭუმი მუსიკა ორაგია დამატებობს ოქროსფერი ნაპირი მე მახსოვს ყველაფერი გამიხარია შენ სიყვარულს რომ დამბირდი მაკოცე მაკოცე ჯაგა ჯაგა მეცეკვე ჩარა ჩარა თორე შენიც გერა მე შორიდან აღარ მინდა ყველაფერს გეყვი თავიდან პარულარულე 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 იქსადაც დუმან პაპაპეა პირამიდები დისკორტილის დროს პაპაპეა შენ მომინდები პარულარულე 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 სახეს ნუ მალავ მალავ რომ გინდა ჩემთან მოდი ნუ მალავ მალავ იცოდეთ რომ გავა წავალ წავალ თუ არ მეტყვი რომ ისე გიყვარვარ წავალ წავალ შენ მოდი სახეს ნუ მალავ მალავ რომ გინდა ჩემთან მოდი ნუ მალავ მალავ იცოდეთ რომ გავა წავალ წავალ თუ არ მეტყვი რომ ისე გიყვარვარ წავალ წავალ Questa